მოგესალმებით, მე ვარ საიდ გოჯეევილი, სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტი ვარ. დღეს მე ვისაუბრობ მდგრადის განვითარების შესახებ მედია კურსიდან. ჩვენი მედია კურსის ლექტორი არის ნათია უღრანიძე. მდგრადი განვითარება ნიშნავს საზოგადოების შექმნას, სადაც ადამიანების საჯროებით კმაყოფილდება და მოვალეობის უქონდეთ კარგი ცხოვრების პირობები. მდგრადი განვითარების ბევრი მიზნები აქვს. მე ახლა ვისაუბრებ სამი მიზნის შესახებ. ეს მიზნები ძალიან საჭიროა ჩვენი ცხოვრებაში და მოვალეობის ცხოვრებისთვის. მაგალითად ესენია ხარისხიანი განათლება, სუფთა წყალი და სანიტარია, ასევე კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა. პირველად ვისაუბრებ ხარისხიანი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრებაში და მოვალეობის ცხოვრებისთვის და ეს ჩვენი ცოდნა არის. 2030 წელს ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება. და ამისთვის ხარისხიანი განათლებისთვის საჭიროა სკოლების გაუმჯობესება და მასწავლებლის მხარდაჭერა და ასე შემდეგ. მეორე მიზანი არის სუფთა წყალი და სანიტარია. სუფთა წყალი და სანიტარია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მოვალეობის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამ მიზნის მიღწევა საჭიროა ძღლის დაცვა და ასე შემდეგ. საქართველოში ძღლის დაცვა ძალიან ბევრია და ეს ჩვენი ცხოვრებისთვის და მოვალეობისთვის ძალიან კარგია. როცა ჩვენი ქვეყანა სუფთა არის, ასევე ადამიანების ცხოვრება ძალიან კარგად არის. მეორე არის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა. კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია. იმ მიზნის მიღწევა საჭიროა მედხეების დარგვა და გარემოს დაცვა. მედხეების დარგვა და გარემოს დაცვა ჩვენი ცხოვრებაში და მოვალეობის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მე ერთხელ და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის ბევრი ღონისძიებები არსებობს. მე ერთხელ ვიღავი ჩვენი სოფელში, ერთი ჯგუფი არის, ჯგუფში ამბობდნენ, რომ როგორ დავიცავთ ბუნებას, ხეების ძღლებს და ასე შემდეგ. და ასევე თბილისში ერთხელ ვიღავი, ეს